გამარჯობა მეგობრებო. ჩვეულებრივად საუზმეზე ჩამოვედი. ეხლა ამათ ეგონათ რომ შემეშინდებოდა, მაგრამ რაღაც სასტუმროში მარტო ვარ, ჩემი უღლესთან ერთად და ვიჯექი ჩემთვის და ზარქუას ალბათ გუშინდელმა ვიდეოებმა და თელმა იმ ტკივილმა რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე ამან ვერ მოითმინა და ალბათ საკალათბურთო თელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა და მე ყველა მაიგდო რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ და მომუვარდნენ, მაგრამ ნუ რა ეხა მაგას ხო ველოდი, ეგ ხო ვიცი ჩვეულებრივი ამბავია, პატარა კაცების ამბავია, არაფერს არ გვეშინია. პროცედურებს ყველაფერს მივყვებით, მშვიდად, არც ნერვი ვლობ, არც არაფერი არ დამშავებია. ესენი არიან რუსეთის მოღალატეები. ამათ მინიმუმ ერთი დღე, რომელიც კონცერტი უნდა გართობილიყო, თელ ოჯახებს ჩაუშალეს, მომუვარდნენ საუზმის დროს, მშვიდად როცა ვიჯექი. რავი, შედეგებს მიიღებენ რა არის უნდა მეშინოდეს, ან რა დარტყმის, ან რა ცემის, ქვეყანას გვართმევენ და თავისუფლებას გვართმევენ ესენი და ის ხალხი, ვინც დაჭერილი არის, ის ჩვენს მაგივრად ზის და მე ეს რაღაცა თავისუფალი შემთხვევით მაქვს შესაძლებლობა რომ გარეთ ვარ თორე ამ ქვეყანას ხო მეც არ დაუთმობ და ის ხალხი, ვინც ციხეში ზის, ისიც არ უთმობს და უბრალოდ შერჩევითად ის ხალხი დაიჭირეს, თორე სხვა მეტი არაფერი. მე რო თავისუფალი ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე მანდ არ აღმოჩნდები. ესენი კი იმუქრებიან საქართველოს ხო ჩამოხვალ და მე იქნახე და არაფერს არ ჩამოვალ, რა პრობლემა არის, აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებთ, ამათ მალე ბოლო მოეხება, ამ თავიანთ საქციელებთ, ეს ხო ბოლო ეტაპია, ეს ხო ბოლო პიკი არის, ეს ხო გაბრაზებული, გამწარებული ოცნებაა, რომელსაც და უკვე აღარაფერი აღარ შეუძლია და ესეთ რაღაც სისულელეებს აკეთებს, ხუთი სანიკიდე ზარქუ და კიდე ვიღაც ყლეები, არ ვიცი, ვიღაცები მომვარდნენ, მაგრამ ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად. ჩვეულებრივად ჩვენ ვითხოვთ ორამეს, ახალ არჩევნებს და პატიმრების გამოთავისუფლებას. და ჩვენი ამ დარტყმას იმას ყველაფერს ავიღებ. პოლიცია გამოვიძახე.